გამკაცრებული ჯარიმები ნაძვის ხის მოჭრის შემთხვევაში, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წინა საახალწლოდ გამკაცდა მონიტორინგი წიწვოვანი ხეების მოჭრასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით. ხათუნა გოგოლაძის თქმით, კერძო პირის კანონდარღვევის შემთხვევაში 200-დან 1000 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუკი მოჭრილი ხის რაოდენობა 1000 ლარის ღირებულებას აღემატება, ამ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მინდა მივმართო მოსახლეობას და კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ან დაცული ტერიტორიის ფარგლებში ბუნებრივი წიწვიანი სახეობების ახალგაზრდა ნარგავების მოჭრა და ტრანსპორტირება, მათი რეალიზაცია მოქმედი კანონმდებლობით ისჯება. გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ჯარიმები 200-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ასევე დიდი ზიანის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ხდება. მოხდება მკაცრი კონტროლი მის ტრანსპორტირებაზე და რეალიზაციაზე. ნებადართულია, როგორც ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, იმ წიწვოვანი მცენარეების გაყიდვა ნაძვის, საახალწლო ნაძვის, რომლებიც მოყვანილია კერძო სანერგე მეურნეობებში ან საკარმიდამო მონაკვეთებში. რაც შეეხება სახელმწიფო ტყის ფონდიდან მოჭრას და გამოტანას, ეს მკაცრად კონტროლირდება და ისჯება კანონმდებლობით 200-დან 1000 ლარამდე ჯარიმით. გაკეთდა და კლიპი, რომელიც ხალხში ატყობინებს, რომ ხალხმა ძირფასი ადამიანებმა არაფრით არ შეიძლება იმ მწვანე წიწვოვანი ხეების მოჭრა, ის რაღაც 2 ღამისათვის, რომელიც 8, 9, 10 წელიწადი იზრდება და ამ დროს 2 ღამისთვის მოჭრა ცოცხალი მწვანე, რომელიც არაჩვეულებრივი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის.